სააკაშვილმა წინა ხელისუფლებამ რაც გააკეთა ის უკვე წარსულშია, რაც კარგი შეიქმნა იმ 9 წლის განმავლობაში ის შენარჩუნებულია და ამისთვის უნებრივია ახალმა ხელისუფლებაც აღიარეთ რაც კარგი იყო და გავაგზავნოთ წინსვლა, მაგრამ ის რაც ნეგატიური იყო, რაც მიუღებელი იყო, იმის გამოსწორება არის სასწრაფოდ აუცილებელი. მე სწორედ ეს ერთ-ერთი პრეზიდენტია ივანიშვილის ხელისუფლებასთან, რომ მან პრაქტიკულად გადმოიღო პოლიტიკური ზეწოლის ნახინჯი ფორმები იმ წინა რეჟიმისგან, როგორც არის ზეწოლები, გამოყენება პროკურატურის, გამოყენება უშუალობის სტრუქტურების პოლიტიკური თვალთვალისთვის და ეს ეხლა ძალიან გახშირებულია, უკვე პრაქტიკულად 24 საათიანი მონიტორინგი დაიწყეს ჩვენი ოფისების უშუალობის წარმომადგენლებმა. იქ ჯერჯერობით იმას იქით აღარ მიდიან, მაგრამ უკვე ეს არის თავისთავად საშინელი ფაქტი, რომ ადამიანებს უშუალობის ოფიცრებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებსაც აქვს პროფესიონალიზმი, ნიჭი, ეს თავისი ენერგია მოახმაროს ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას, მოწყვეტილი ყავთ საკუთარი ძირითადი საქმიდან და ამ საქმეებზე არის გადართული. ანუ იხარჯება შრომა, ენერგია, რესურსი, ფული ჩვენი აუმრჩევლების და თქვენი. აი ეს არ შეიცვალა და ეს აუცილებლად შესაძლებელია და სწორედ ამას საბოლოოდ მოუღებ ბოლოს 2016 წლის არჩევნების შემდეგ ამის პირობას მე მართლა ვაძლევ აუმრჩეველს როგორც პოლიტიკური ერთ-ერთი ლიდერი ჩვენს ქვეყანაში.